გამარჯობათ. ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით ეთერშია ყოველდღიური პროგრამა ინფორმატორი. საპროდიუსერო ცენტრ Five Line Productions-ის ფრთებქვეშ გამოზრდილი ჯგუფი ისინი სიმღერაზე რას შობი და ახალ კლიპს იღებს. კლიპის შინაარსი ისევე როგორც სიმღერის სახელწოდება ოდნავ უჩვეულოა. ისინის ბიჭებს ეგრეთ წოდებული მალჩიშნიკი აქვთ მოწყობილი, სადაც არის ბევრი სასმელი, ბევრი ნახევრად შიშველი გოგო და დანარჩენს სიუჟეტში ნახავთ. ვასრულებთ მუშაობას კლიპზე, ბოლო ნაწილი დაგვრჩა გადასაღები და ვასრულებთ მუშაობას, როგორც ჩვენ გვინდოდა ისე გამოდის რა. განწყობა რაც თავარია საბრძოლო, როგორც ყოველთვის ისინური, ასე ვთქვათ. ახალგაზრდული ძალიან ხალისიანი იქნება, ძალიან თავისუფალი და ძალიან ისო ბედნიერ მკარნახობს სექსუალურიო. რამდენად არ ვიცი ხა, მაგრამ შეიძლება ძალიან სექსუალურიც იყოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კლიპი ყოფილიყო ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც ხშირად ხდება ჩვენთან, როდესაც ახალგაზრდები იკრიბებიან დროის გასატარებლად. აქ არანაირი განსხვავებული ისეთი сюжеты არ იქნება კლიპში. Ирина Чанкутадзе, я как бы стилист этой группы, потому что с самого первого клипа и с презентации первого клипа группы Исини, песни Исини, я помогаю ребятам с их прическами. ინფორმატორის გამოშვებებიდან თქვენ უკვე იცით, რომ სალომე გასვიანი მამასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. სალომემ რამდენიმე სიმღერაზე გადაიღო კლიპი. მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომი გამოვა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი სალომე ქართულ ალბომსაც ჩაწერს. სანოს სტუდიაში გიგა აგლაძემ ახალი სიმღერა ჩაწერა, რომლის სახელწოდებაცაა უცნობი. ჩაწერა ცოცხალი ინსტრუმენტალით მოხდა. ეს სიმღერა გიგას ახალ რიგით მეორე ალბომში შევა, რომელზეც მუშაობა მალე დასრულდება. ეს ალბომი არის ალბათ რაც ოდესმე რაღაც რამე გამგეთებია ყველაზე სერიოზული ნამუშევარი იმ თვალსაზრისით რომ რაღაც განსხვავებული მუსიკა ამ ალბომში შევა. დღესდღეობით მუშაობთ ახალ სიმღერაზე, რომელიც პრაქტიკულად უკვე დავამთავრეთ. ამ სიმღერას ქვია უცნობი, ესე იგი ამ სიმღერას და ახლა ბალანსი დარჩა გაკეთებიდან პრაქტიკულად ეს სიმღერაც მორჩება. ეს არის იგივე მე-6 სიმღერა, რომელიც შედის ამ ალბომში. დაახლოებით მარტის თვეში დამთავრდება უკვე ჩაწერები და გამოვა ახალი ალბომი Windies სახელწოდება ჯერ არ ვიცით რა იქნება ალბომის. თვითონ სცენარი გვაქვს გაკეთებული ამ
ახალი სიმღერის კლიპისა, ვიდეო კლიპის და საკმაოდ რთული გადასაღებია. და გერმანიაში ვაპირებთ ამის გადაღებას და რაღაც კადრები თბილისშიც იქნება გადაღება, საქართველოში უბრალოდ. ძირითადად გერმანიაში. აქ ინსტრუმენტი არ არის გამოყენებული ის, რაც არაცოცხალია რა. ყველაფერი პერკუსია, ბარაბანი, ბასი, გიტარა, როიალი, ყველაფერი ცოცხალია აბსოლუტურად და მე რაღაც ის მოწიწებით ვთხოვა რა, სანო იქნება რაღაცნაირად. მე ვთქვა რა თქმა უნდა ბიჭო, ლაპარაკი და ავდექით და ერთად გავიაზრეთ და ძალიან ესეთი რითმიკა გამოგვივიდა, 7-ში ვაზრუნებთ 4-ს და რაღაც უცხოარი პრინციპში რა ქართველებისთვის. მაზალოა, ძალიან მაზალოა, ან ცუდი დასაკრავია რა. რეჟისორი ბასაფოცხიშვილი გერმანიაში მიემგზავრება, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ახალგაზრდა რეჟისორები არიან დაპატიჟებული. აქ იყო ისე შერჩევა მთელი მსოფლიოდან შეირჩა, მე მგონი რაღაც 200-300 ახალგაზრდა რეჟისორი. შერჩევა ხდებოდა რაღაც მინი ფილმებით და მე როგორც გავიგე, როგორც საელჩო მითხრა, რაღაც ჩემი მოეწონა ძალიან და ამიტომ მივდივარ ბერლინში. მე გავგზავნე, რაღაც წუთიანი უნდა ყოფილიყო, წუთიანი მინი ფილმი. და მარიკა თხელი just try შევამოკლე წუთამდე და ის გავგზავნე.